Oh, guys, მოგესალმებით, მეგობრებო, რა ვახართ, რა შვებით ხართ, მაგრამ როგორც შეგვიძლით, შემდეგი ეპიზოდი იქნება Stylent Flash-ზე მეთქი. და Stylent Flash-ზე ვიღებ. იმდენი ხანი აღარ შევსვლა ვიდეოს გარეთაც. თაბაში არ მახსოვს რა ხდებოდა. ბუდიშით წამომესლო კინა პატარაზე. კაი დიდი ვართ, მაგრამ ჯარი აღარ აქვს. ეგ მახსოვს. იმიტომ რომ ნახეთ. აქ 1500-ნიერიანი შეკრებილი, აქ ისინი და სულ ყველა სიყვარული რა უმეტესობა დაბალიმიანი, მაგრამ ყავს მაინც ცოტა აიყვანეს ჯარი როგორ ჩანს. იმე თელი არმია მყავდა შეკრებილი, პროსტა ისეთი დასუსტებულები ვიყავით. თელი არმია შევკარი. 994 კაცი მყავს უკვე. ეს ვთი, კეფსით შევიდეთ. უკვე 1000. თელი არმია შევკარი. ისე დასუსტებულები ვიყავით, ან ჯარებს ვეღარ კრებდნენ, დრო არ ქონდა მაგისთვის. თამაში გარეთ და 2000 კაცამდე შევადგინე. მეც ჯარი აღარ მყავდა უკვე, ანუ დაჭრილები მყავდა, მაგრამ ძალიან ბევრი. კაი, ახლა რა ხდება, აბა? დეფენსი არის 500 კაციანი, ისი კაი, ერთ წუთი გავიხსნა, ვისთან მოხსომი, Star Wars შევიდეთ, ყაზახებთან ერთი. კაი. არმია, კრაკოვი, ნორვეგიასთან მოხს. დრეზდენს ვიცავთ 1500-ით, იმით კრაკოვს ათაკში დავაწვით აბა და ეს მოდი გავუშვათ ვარშავაზე, ეს მეორე. ამას მოდი 1500 არა მოიცა, არა. მე შევქმნი ახლა აქ ჩემი ლიდერობით. ანდა მაგებს მე გამოვიძახ. შეუტიოთ ანდა მე გამოყვნე და მე ვეტყვი შეუტიო მას. და რამდენი გამოვედით მოიცა 1500-მდე რა ეგრე. კაი. წამო ეხლა ვარშავასთან ის ხომ მივუშვით კი ბატონო. ჩვენ გავყვეთ ეგრე ნენელა ზემოდან. 40 კაცი და შევივსებით, ფულ ვიქნებით სავსე რა. აი ახლა შევსებული ვართ, მაგრამ დაჭრილები ყავს 31 კაცი უკვე. რა მაინტერესებდა ახლა აქ შევიდეთ, მაგრამ ამაზე ხო დაწეული მაქვს. ანუ მთელი წინა ვიდეოში, მთელი ტუტორიალი იმას ვიძახდი, რომ ნამბერისა. მთელი ტუტორიალი იმას ვიძახდი, რომ დროზე დამთავრდეს ხმა შაუწვე მეთქი და მაინც დამავიწყდა ბოლოს. ჩემი გულმა ვიწყობა რა უთხარ ჩემ გულმა ვიწყობას. დაჟე ისე, ანუ სკრდეროზი მჭირს მე მგონი. 3 მარტი დამავიწყდა, ჩემს მე საღამოსკენ მიულოცე. 8 მარტის დამავიწყდა და საღამოსკენ მიულოცე. ამას ვერ ავიღებ კაცო და ანებე თავი წამო. რუსებთან ომი არ მაქვს და დამანებე თავი არ მინდა. ტიმები ძალიან დიდები არიან, დიდი სახელმწიფო აქვს და ტვინს ბურღავენ იმ მაგით რა. ძალიან დიდი არმიის შეკრება შეუძლიათ. აი რუსები ყო ანუ პოლონეთს იპყრობდნენ და მაგით ჩერდება მონღოლებსაც იპყრობდნენ. და მაგით ჩერდებოდნენ ტიპები და მაგას დიდად ვეღარ ფართოვდებოდნენ. აქეთკენ ჯი დინასტიის განადგურეს და ყველას დიდები რაც მახსოვს რა რუსეთი ყოფილიყო ოდესმე ამ კამპანიაში, იმიტომ რუსები არიან ყველას დიდი ეხლა. რაც კი მაქვს ნათამაშები. ბიზანტია, რავი, ბიზანტიაც კაი დიდი იყო, იმიტომ აქეთკენ კაი ბლომოთ იყო წამოწეული. მაგრამ რავი. ეხლა კაი მისუსტებულია ბიზანტიაც. კიკრებს ჯარებს ეხლა ყაზახებთან რავი რაღაცას გახდება წესდარიგით. რაღაცებს გახდება ხო ყაზახებთან, მაგრამ არავისთან არ იწყებს, მარტო ჩემთან იწყებს. ჩემთან კიდე არა აქვს შანსი. აი პროსტა როგორი ირონიულია ხოლმე ზოგჯერ რა.
აი პატარა სახელმწიფო ვიყავით. აი პატარა ქალაქიც არ მქონდა. და ეხლა ერთ-ერთი უდიდესი ქვეყანა ვარ რუკაზე რა. ისეთი ძლიერი გავხდი, რომ დომინანტი ქვეყნები, რომლებიც აქამდე იმენ ატერორებდნენ თე რუკას და ამ რუკაზე ყოფ სახელმწიფოებს და განადგურეს ზოგიერთი. ყველა არა, მაგრამ განადგურდა მაგალითად საფრანგეთი, სულთანოვ რუმი და ასე შემდეგ რა. განადგურეს. მე მაგათ ეხლა სისხლს უშრობ, რასაც ქვია. ჯერ იმხელა არმიებს ვიცავდი დეფენსში. აუ ეგ ძალიან ცუდი დამატეს რა. რო აი მე ვიღაცა დაესხა თავს ალთერბურგს თქვათ რა, ეხლა ჩემი რო იყოს დაესხნენ თავს, რომ მივიდე და სასახლეში კი არ მაჩენეს ლაივზე შევდიოდი გარეთ მაჩეს. კარების გაღებაც არ შემიძლია ჯარი შიგნით შევიყვანო. ეგ მაგასრულებაა. შეკაი ადამიანი იმის უფლება მაინც მოვეცი დავკარგვა როგორც ბანელორჩია 20-40 კაცი მაინც. ეგეც ძალიან ბევრია, მაგრამ მაინც 20-40 კაცი მაინც მომეცი იმის 20-40 კაცი დავკარგვა და შევიდე სასახლეში თუ ეგრე არის. საქმე რომ მადლობა გამაჩინო. 1504. ესეც გამონადგურეთ. ისე მე არ მითამაშია ლაივ ბრძოლა პორტში. და ამის შემდეგ ვითამაშებ ერთხელ მაინც. ძალიან დიდხნიანები არიან ხოლმე, ფორსი გაგვეზარდა, წამოამაზე ბარემ. ძალიან დიდხნიანები არიან ხოლმე უმრავლოდ რა. კაი, ეხლა ის დაიპყრო ორიანმა, ხო? კაი, ვარშავას იპყრობენ. ხუთიანი რა არმია შეკრებაც არ ვიცი. კაი, მოიცადე. არ მიუცებ ერთი ვარშავას იპყრობს, შენ ორი გადადი მაგაზე. სამიანი დრეზდენს იცავს, მაგრამ რაღაც იცავენ არ ვიცი. ამიტომაც მოდი წადი დაიშალეთ თქვენ და სხვა ჯარები აგიყვანებენ. ან მე მიგაშველებთ. მოდი მოიცა 100-იანი არა ხართ? 1 2 3. და აქ არიან 854-იანები. გაი მოიცა ესენი გაუშვათ 1500-მდე ჩამოვიდეთ ეგრე. და ამასთან გაუშვათ ეს მაღალი დონის ხალხი. მაღალი დონის რა? ბევრი ვისაწყავს რა ხალხი. 100 კაციანები და 1000-ნი შეეძნენ, ხო? ბერგენი, არა, მოდი შენ იცი წადი ეკეწრო. ფიაზე? ხო, რამან წადი. ვარშავას ვაიღებენ, ზედა მარცხენა კუთხეში აუმიგდებს ფლუგენგენგეხოლენმა ოკუპაცია მოახდინა ვარშავაშიო და იმპერიას ომმა, რომელიც თითქმის აღარ არსებობს, ომი გამოუცხადა რუსებს. და მე რაზე მომემატა ურთიერთობა, რავი, მაგათთან აზე არ ვარ. ჰოლდრომ იმპერიასთან მომემატა ურთიერთობა, ჩინჯინასთან მომემატა ურთიერთობა, მონღოლებთან მომემატა ურთიერთობა, ინდია დინასტიასთან მომემატა ურთიერთობა. რომლებიც განადგურებულები არიან. ჰოლდრომ იმპერია განადგურებულია. აგერე ვარშავა აუღიეთ. კაი, მე ვარშავა captured აიღეს რაღაც არმია ვარშავა რადგანაც აიღეთ. თქვენ გაგაგზავნით აქ რომ ბარემ ნორვეგიას ბოლო მოუღოთ, რადგან ტვინი გაბურღეს უკვე სიმართლე გითხრათ. ეგრე. ერთი ნორვეგიას ამბავს სკანდინავიის კუნძულებზე მოუღო ბოლო. და მე იქნე გაუშვებს, შემომცირებ ჩემ არმიას 1000 კაცამდე და გაუშვებს სამი სუყელის ციხესიმაგრეზე ერთდროულად. კაი, ესეც ავიღეთ. ამათან ომი არა გვაქვს, თორე ეგრევე წავართმევდი და რა no problem გამოუცხადოთ. შექმნია ჩემები არმიას მაგისასაც ავად. army არა diplomat make peace არა make peace army და declare war მინდა ამაც
მიზეზი ის this is expanding the land. Expanding ატარებენ ჩემ ტერიტორიაზეო თუ რა გავიგე. ურთიერთობა გამიფუჭდა იმასთან, რუსებთან, მარტო აჯანყებულებთან, მაგრამ დანარჩენ ყველასთან მომემატა. მიდით მიეხმარეთ ბიჭო. კაია ეგრე, ოჩახთ. ნოროგელეს აუჯანყდეთ ქალაქი და ამიტომაც ჩვენ ავიღეთ მაგალაკს, მაქსიმუმს. მოდი ბარემ ლაივ ბრძოლა ხო გვინდოდა? მოდით აქ თქვენი. იმატოვეს. ბიზანტიელები მეხმარებიან რაც კაია, მაგრამ ჩემი დაწყებულება მე ავიღებ რა თქმა უნდა მას. ესენი მაინც იმდენი არიან ჩემი რაოდენობა გადაფარო. ტიპები გამექცნენ, ხო რას მეუნებით. ყაზახებმა დამიწყეს უკვე ბრძოლები. კაი, იმაზე მიდის ის ყაზახებისკენ შეიქმნა 5 ნომერი ნახე 5 ნომერი. 5 ნომერი რა შეიქმნა მაგნაირი, მოიცა რა ხალხი ყავს 5 ნომერს. მე ვარ 5 ნომერი? არა, ჩემი არმია დაიშალა, რატოაც? 800 კაცი და წადი დაიცავი თქვენ 800 კაცი ესა. ვიცი, ხლა სიკვდილეზე გწირავთ, მაგრამ მაინც ეხლა მანდ ბევრი არ იქნებიან და 600 კაცი გახდებით, რამეს კი არა, ზედმა გადაუღაროთ დაჟე. მაგრამ აქ ძალიან ბევრი არიან ეხლა ესენი და კიდე კაი ომი არა გვაქვს. თორემ მარტო მე გადამივიდნენ. მოიცა? ლაივ ბრძოლა გინდოდათ ხო და იქნება ლაივ ბრძოლა. ეხლა სულ ცენტროფსები მოსაწყენია მესმის, მაგრამ სტრაფია და FPS-ი ვარ მიმარგა. მაგის გამო მიჩენე ხოლმე ცენტროფსები თუ ვითამაშო. თან ამ თამაშს ხელჩართული ბრძოლა აქვს საშინელი უსაშინლესი და დემეიჯი არის უიმე ისე საზიზღრობა რომ არ ვიცი რა. მაგას საზიზღრობა ცხოვრებაში არაფერი მინახი ისე საშინელი აქვს. მაგრამ პოტენციალი აქვს თუ გამოასწორებენ თავიანთ შეცდომებს. მაგას ყოველთვის ვიძახი. პოტენციალი და პერსპექტივა აქვს მით თუ კაი თამაში გახდეს. თუ მიაქცენ ყურადღებას თავიანთ ბაგებს გამოასწორებენ, მინუსები რაც აქვს მაგებს გამოასწორებენ და უკვე ჩვენიანება დაიწყეს ბრძოლა და ხალხის ხოცვა, რეტვა და იმედე კატაპულტები არ ყავთ. თორე ამოგჯუჟავენ. კარგად დაიწყეს, კარგად. მინდი მომწოხართ, რაღაცა მინდი ენერგიულად, მიდით ბიჭებო, მომწოხართ და ძალიან კარგები ხართ. მიდით ეგრე აი მწანეროა, ეს არ მომწონს წითელი. აი მწანერო ეხატება რომ კლავს წითელს ეგ მევასება რა. მაგა ვიტანო. ეს ბალის დაქონეთ ერთი. მე მგონი. ხო, წესდაგით ერთი ყავთ. შეიძლება კიდე უკანაც ყავთ, მაგრამ ჯერ იმას არ იყენებთ, რადგან ვერ გვხვდებიან. მაგრამ ერთი რო ყავთ, ერთი რო ვიცი ყავთ, შაგერე უჩვენთ. ბაზარი არა მოდი დავუწყოთ ახლა ამოსროდა. მაგრამ მოკლეს სანამ მივესროლი. უკვე დადგა ვიღაცა. ძირად ბალისტები ვიკლამენ ხალხს, თან ელიტებს. ვიკლამენ რა, გიგდებენ ძირს, მოდი ეგრე ვთქვათ, რადგან აქ რას ჩანს, შეიძლება ზოგი დაიჭრას, ზოგი მოგდეს, ამიტომ ვთქვათ, გიგდებენ. ერთი ბალისტა, ორი ბალისტა უკვე ხედავ. და რა მიზანი გქონიათ? ღმერთმა გიმარჯვოთ ხელი, მარჯვენა, მარცხენა, რავი. ნახე ჩვენ. ბიჭო, რას მეუნები, ანუ რაოდენობაზეა ვინ რამდენს უყევს? ისინი თუ 3 გემით გვიტევდნენ ხოლმე ჩვენ.
ჩვენ 5 გემით ვუტევ და 1 2 3 4 5 კაგრას 5 გემის დაყენება შეგიძლია 5-ია მაქსიმუმი არა ის იქ მიდის ასე 1 2 3 4 5 და იქ 6 კიდე კი 6 არის მაქსიმალური მაგრამ მაქსიმუმზე მაქვს აწეული ხალხის რაოდენობა გადაუვარეთ უკვე არჩერები მაგრამ ანუ ხოცავენ რა ნახე ჯერ მარტო არჩერები ამოხოძეს უკვე 40 არა 66 კაცი და აგდეს ძირს ეგრევე დაანართხეს ანუ 6 გემი ყენდება აქ ერთი აქ ეცაი მაგას ვერ განახებთ ეგრევე ნუ ჩემი გამოთვლებით ახლა თუ ეგრეა ერთი აქ ერთი წაკ და კიდე რა ვეცა გამოდი აქეთ მოტრიალდი ერთი წაკ აყენებს და ეს აქაც უნდა დაყენდეს და გამოდის 6 რა უე გადადიან გონი მარტო არჩერებმა მოუსა ამოხოცოთ ესენი მოდა ერთი იქ დაყენდება ახლა ამ ვიწროში შეეტევოთ ესე თუ ეს შეეტია იმ ვიწროში იგივე ის ანუ სიგანია რა ანუ 6 გემი ყენდება მაგრამ მაქსიმალურზე მაქვს ბრძოლის სიზი რა დაყენებული 600 კაცი ანუ ეს სამომავლოთა გათვლილი რა ერი გამოდის და თუ ერე არის ანუ სამომავლოდ ფიქრობენ რომ არმიის სიზი გაზარდონ ანუ რაოდენობა ბრძოლაში ან 800 კაცამდე ან პირდაპირ 1000 კაცამდე გაზარდონ რავი რა ჩემი აზრით ძალიან კარგი იქნება მაგრამ ძალიან ცუდი იქნება ვისაც FPS-ი არ უარგა როგორც მე მაგრამ ეგ პრობლემა არის რადგან სიზის კონტროლი შეგვიძლია ყოველთვის არმიის რაოდენობის ბრძოლაში ამდენი შევიდეს მაგის შეგვიძლია თუ 1000 კაცამდე დააყენებენ რავი ცდი ერთხელ 1000 კაციანი ბრძოლაში შესვლას და თუ ძალიან ჭიდავს მაშინ არ მინდა ვიდეოს გარეთ რა თქმა უნდა ხო თქვენ ხარ დაგანახებ და იმებს შეგაწყვეტ მაგის გამო თუ მართლა მაგ განახლებას აპირებენ მაშინ კაი იქნება იმიტომ რომ 800 კაცი თუ უნდათ რომ იყოს ახლა 800 კაცის გულიზე არ ამგონია 100 კიდე ემატოს 100 აქეთ 100 ერთ გემზე წიწევა და დაშინ ვერ წავსოთ 100 კაცი თუ ავსოთ რა ვიცი 5 გემი იყო 460 კაცი არა ავსოთ 100 კაცი მგონი ან შეიძლება 800 კაციანიც იყოს არ ვიცი 700-იანი უარი ხდება ეგ უეჭველებიც არა მაგრამ მინიმუმ 800 კაციანზე გაზდიან თუ გაზრდიან მაგრამ ჯერ ეგ ძალიან კაია ბრძოლებში ახლა თუ ლაივ ბრძოლებში შედიხარ ხოლმე ტვინბურგია 9 საათი ლოდინი ლოდის დამთავრდება ბრძოლა თარო კლავენ და შენ ბოდიშით ნაო დამოსლოკინა და შენ როცა ანუ ბრძოლის ის არ ანუ ტაქტიკა რა ტექნიკა არ უარგა თამაშს შედიხარ ლაივ ბრძოლაში ძირითადად მარტო არაფერს არ იკეთებ გახარ უყურებ მე მაქსიმუმ კროსბოუ ხომ აქვს კროსბოუ სკილი გავაძლიერო და შორიდან ამეს გავხდე სანამ მოვლე მაგრამ ახლოს მომდიან უკვე აზრი არ აქვს დემეიჯი თუნდაც ბოლომდე მქონდეს აწეული მაინც წესი არ აქვს ისე ნელა იქნებს ხოლმე ხლებს ან ყველაფერს თუნდაც მაგამდე ორჯერ მირწყავენ და ძალიან საშინელი კონტროლი კიდე სიარულის უსაშინლესი ძოლიდოს მით უმეტეს აპროს რამდენი არის 4 ხაზად არიან ჩალაგებულები ესენი არჩერები არიან მოჭველი კი აქ არჩერებიან დალაგებულები აქ სპიარმენები სპორტმენები ექსმენები აქეთ არჩერები აუროდი სამაში ანგრევენ ტიბები უკვე ამ მოშღლიტეს ასაც ქვია 50 კაცი დარჩა და ეგ 50 კაცის მე ვიცი სად დარჩა აი
აქ 50-ნი არ იქნებიან. იქ არიან კიდე ცოტა. ანუ პორტები ყველა მსგავსია რა. ეხლა მაღაზიაზე არ დავიმდურები არაფერი აზრი. მაღაზიაზე უნდა დავიმდურო, მაგრამ მომავალში როცა უკეთე სხვა რაღაცებს დახვეწავენ. იმედია გამოასწორებენ. ბიჭო, აქ ნახე რა სესვრიან. აუ, აქ რა სესვრიან, ბიჭო. რამდენი ის არიან, ნახე გარჭობილი და ამათ ამოხოცავე კი არა სიცოცხლე გაუმწარეს ტიპებს. ეგრევე, ნახე, ვერ გავიდა, ვერ გაასწრო. ბიჭო, პულიმეტივით არის, ონც ისა, ტყუის მაგევად ისრებს ისრიან ტიპები, აქ დარჩნენ ორნი. გამიწედა, კარჭე შეანგრეს, კაია, ეხლა უცებ გადააშვლიტავ, იმიტომ რომ ეგ ცუდი იყო. არავინ არ მოკვდა? წეთი უნდა მოკვდა, ყველა ეგრევე შევარდა და. აბა შევხედო თუ ვიღაც მოკვდებოდა აქ იქნება დაგდებული მათი მწხედარი. ისე მოკვდნენ მე არა 1800-ნი ვიყავით. ანუ 1000-ნი ჩვენ ვიყავით 800-ნი ისინი და ანუ აქ უმეტესობა ჩემი არმია. არა მეთქი იმათი არმია მეთქი აქ უმეტესობა და თუ დაიხოცონ ჩემი არ მგონი ისეთი იყვალი ქონდეს ჩემი დაიხოცონ მეთქი. ოპაც კიდე კაისენ შეწეულები. აუ ნახე რამდენი დაიხოცნენ. ეს არ წერს აქ რამდენს გიკლავს და მინებს გიკლავს რა. ეს არ წერს როგორც ჩანს. მაგრამ პრინციპში რა უნდა დაწევს ახლა ვინ მოკლავ. კატაპულტზე ადამიანი ჯდება რო კლავს კატაპულტი იმას აწერს ვინც ზის რა. თუნდაც ფერმერი ჯდეს ანუ რეკრუტერი მაგას აწერს. აუ აქ რამდენი შეუვარდნენ ბიჭო გადაუარეს. აქ აი ბრძოლა გამართეს. კარგად გიხოცავს ის. თამით უმეტე ძალიან ბევრი მყავდა და მაგხრი ეგრევე ძალიან ბევრს ხოცავს. კარებს უნდა გაჭედილი. აქ ამოხოცოს ტიპები. აია, დარტყმის საშუალება ანიცეს, ნახე. ნახე დარტყმის საშუალებას არ აძლევენ. ეგ არის, ნახე. და კომბო აუწყეს და დარტყმის საშუალება არ მიცეს ისე მოკლეს ტიპი. ისინი და ურყავდა ის უკიდიდა. რამდენიც ხელის მოქმედებას დააპირდა და წამოარტყავდნენ. რას აკეთებ? აბა ხელი აიღეო. არა, არ შეიძლება ეგრე ხელი აიღე, დროზე ხელი აიღეო. ნახე რას გარბიან, ბიჭო. დასწრებაზეა რა. ვინც პირველი მოკლავს. ვინც პირველი მოკლავს მეფიასაც უკრებს. სადარი ამდე ეგარ ამოხვედი შუთებს ბალისტაზე ზის ვიღაცა იქ დამჯდარა მაგრამ მოკლეს უკვე ეგ საწყალი მოკლეს უკვე ის არ ჩემო მოკლა არა ქვევით ჩავიდა ქვევით მოკლა დებილო 22 მოგვიდა მაიდან იმედია ბევრი არ იყო ჩვენ 106 მოუკვდათ 91 დაეჭრთ მაგრამ ის 95 რადგან წააგეს ყველა დაიხოცე ამათმა აიღეს რას მეუნ კაი არა უშოს
რისთვის ვიწვალე მაშინ გამაგებინეთ. აი, ის არაფერია კაცო, წამოვა. აი, აბა ეხლა დავხედოთ. იქ 671 გაიმარჯვებს კაცო. თავისუფლად დიდი არმია აღარ აყავს ნორვეგიას. იქ ვუტევთ, იქაც ვუტევთ. კაია, ორი არმია. აი, სიასზე მეეჭვება სიმართლე გითხრათ. 5 და 6-ით ასე იგი იმას ვიცავთ. 4-ით იმას ვიცავთ და პირველი, მეორე და მესამე ასე იგი 4 არმიით უტევთ რა, ერთი ჩემი და 3 იმათი რა, ჩემიანების. და საკუთ კარგები რა, ერთი არის ცოტა დაბალი არმია რა, სუსტი ცოტა 1000 კაციანი. მოდი ერთი სკვად შევიდეთ, ესა ქებსით შევიდეთ და ავიყვანოთ არჩერი ეგ არის 1000 კაცამდე შევედით უკვე, შევედით რა შევავსეთ. თორე რა სიტყვა შევედით, ვინგას ალბათ შევედით. სად შედიხართ, ო შედიხართ. ამ პოდს ახლა ლაივ ბრძოლით აღარ ავიღებ, იმიტომ რომ ძალიან დიდი დრო წამართვა იმ ლაივ ბრძოლამაც. ეს ეპიზოდი ვეცდები 40 წუთიანი გამოვიყვანო. თუ არ გამეპარა დრო. როგორც ვატყობ, ამ ეპიზოდში მოვასწრებ რა სკანდინავიური ტერიტორიების დაპყრობას. და მე პირატების სამშობლოსკენ გავაგზავნე ჩემ არმიებს ტერიტორიების სასახებად რა. მე აღარ წავალ იქითკენ მეზარებას სიმართლე გითხრათ, იქ გადაცურვა. მე ჩვენი ექვევიტკენ ჩავიდე და დეფენსზე დავდგე რა. ან პირდაპირ ხო დეფენსზე დავდგე. იმიტომ რომ დიდი ხანი აღარ გაგრძელდება, ვა, ეგ კაი, ეგ გასაგებია, რასაც მიპირებთ მანდო. დიდი ხანი აღარ დააყუნეს ბიზანტიაც, ვიცი. ოპა, 27 კაცი. ბევრია, ჩემო მეგობარო, 27 კაცი, რა ამბავია 27 კაცს რომ მიკლო. ხო თქვი. ძაღლი ახსენეო ამაზე, ნათქვი, დიდი ხანი არ დააყოვნებს მეთქი. ამისი კარგი ბიჭო. ტელეფონი დამჯარი მაქვს. უი, ნახეთ რომ ეს საათზე გიღებთ. თითქმის 12 დაიწყო რა ეგრეანტის. მოიტათ. იმიტომ რომ არ ვიცი მეცლება თუ არა სხვა დღეებში. და წინასწარ თუ რომ ცალია მაგას გამო გიღებთ და ამის დაიდება და ის არ ვიცი ახლა ოდი დაიდება, არ მგონი დღესვე დაიდოს. როცა ვიღებ ამ ვიდეოს, არ მგონი დღესვე დაიდოს. და რაო ბირკა ავიღეთ და ისიც ავიღეთ. ვა, 3 ტერიტორია აგვიღიაო. კაია, 2 ნომერს გავუშვებ ახლა ჰონბურგზე, 3 ნომერს გავუშვებ ახლა თელბურგზე და 1 ნომერს გავუშვებ ვარშავის დასაცავად. კაი. არმია 1 ნომერი დეფენს წადიუცებ აქ. არმია დეფენდ მეთქი. არმია ატაკ წადი ისინი დაიცავენ კაცო, დიდი არმია არ ყავს, ვიცი. რო არ ვიცოდე მაინც გავუშვებდი მანდ. სიხეცი მაგრასაც ვერ იცავს, ხალხს ვერ უშვებს, ისეთი ცოტანი ყავს დარჩენ, ნახე. ჯარის გამოყვანა აღარ შემიძლია. 2 4 6 7 კაცი შემიძლია კიდე თავისუფალია, მაგრამ ჯარი არ აყავთ რა, ეგ არის პრობლემა. ეს არის ჩემი მაქსიმუმი. 7 არმია, მაედან მე-7 სადღა შეიქმნა, ვინღა არის ბიჭო. ტიპი ნახე შეიქმნა და უოჭველი მიდის 960 კაციანი ვარშავა დასაცავად, ხო?
არმია, მე-7 სად მიდის? გავიგოთ ვარშავა, ქსიასი, ანუ იქ 1000 კაცამდე არიან, რაღაცას იზამენ რა წესით არიგით. ისე პრინციპში არმია ამას იქ კი არ გაუშვებს. ოდისი ეს იქ ჩავ. მეთქი ატوارენ ნამდენი დამანები თავი არ მინდა კაცო. საადგინე იქ წადი. წადი შეუერთდი მაგათ კაცო. მე თავი დამანებით. სიასი დაიცავი, მეთქი ატوارენ იმდენი. კაი მიდი და დექიმანტ ასე კი შემოვარტყით იმათ ალყები. Basic fict, honebulsat შემოვარტყით ალყა და ესეც ავიღეთ. Basic Lancheski სად არის? სად შემოგვირტყეს აბა? ოპ. ცოტა ტვინის ბურღები არიან, მოდი ვაღიაროთ. კაი ხო Lanchesks მე მივხედავ წადი შენ იქ. ეხლა შვიდობა რომ დაუდო იმ ქალაქებს წამართვე სადაც ალყა აქვს. ატაკს ყიაზო ბაზარი არ არის. მან 50 კაცი მივა კიდე მიეხმარება. მოდი სიმართლე გითხრათ არა მგონია დაიცვან. იმიტომ რომ ყაზახეთი დიდი სახელმწიფოა და ძლიერია. შეუძლია კაიველომაც ხალხი შეკრიბოს და ეგ იქაც ჩანსო 1 2 3 ტერიტორიაზე მიტევს ერთდროულად. მეც კაი ძლიერი ვარ, 3 ადგილას კინო დამასლოკინო 3 ადგილას უტევ და 1 2 3 ადგილას ვიცავ და 1 დაუცველად მყავს მიტოვებული, მაგრამ მან ჩავაკითხავ ეხლა. ეგ არ იქნება დიდხანს დაუცველი. ვარშავასაც დაარტყეს. ვარშავასთან მისულია ხო ის? კი ბატონო 2500-იანი მისულია ვარშავასთან. 500-იანი არ არიან, მაგრამ რაღა უკლიათ. Insurgent in 1 ეგ რაღა ინსტრუგენტი რაღა არის არ ვიცი ხო არა უჯანყდათ და მაგას ხო არ ნიშნავს იმიტომ რომ ეგრეც ცალკე მოიცა ვანი ვიცადაც არის ხო ანუ აჯანყებას ნიშნავდა კაი მაგებს თავი დავანებოთ იმათ მიხედავენ თავისუფლად ბიზანტია ჩემთვის არცალია და იმედი არ მიყივლებს ომით ყოველთვის გამომიცხადა აჯანყებულებს დასდევს გამწარებული ისა შედალოცვილო რა მაინტერესებს ქვეყანაში წარმადა ხალხი გიჯანყდება და ჩემთან რა გინდა ომს რომ მიცხადებ არც მე გიტევ არც შენ მიტევ ნუ შემომიტევ კი ბატონო მივასწრებ კაცო მივასწრებ რამდენი არიან დიდი არმია ყოფილი აქ მივასწრებო თავისუფლად და ეგ არის რა გავაკეთე მესულელმა რა გავაკეთე მესულელმა რა გავაკეთე სულელი ვარ და რა ვქნა კაი არა უშავს ელიტები ამომეწურა როგორ ჩანს კაი მოდი ახლა რას ვქნათ იქისკენ ასვლას უკვე აზრი აღარ აქვს ისინი რაღაცა დიდი ხანი ებრძვიან საეჭვოდ არა მოდი იცი რა ვქნათ ბიზანტიას აქ წავართვეთ ეს ტერიტორია მაინც აქ ვარ და რა აზრი აქვს ერთი ქვევიტკენ ჩავალ და იქ წავართმევ ტერიტორიებს ბიზანტიას თუ აქ ვარ ბარემ აი ეს წავართვა და ჩემიანებს ამებზე აღარ მოვაკარებ და ვიგავშვებ პირატებთან ესა ნორვეგიელებთან პირატების სამშობლოში აქეთ რა ანუ ამას გულისხმობ
აი ამას გულისხმობ, სად არის? ამას გულისხმობ, აი ამებს კი გავუშვებ. სულ აქვს აქა ერთი აზრავა, ჰორტენია, ბროა, იქიდან ერთი ქალაქი კიდე და ანუ 2, 4, 5 სელტიმენტი. მიხედავენ რა მაგას ჩემიანები. კარგად, ერთი გენერალი თუ გაუშვე, ეგეც მიხედავს, მაგრამ რაზე შევიწუხო თავი და ერთი აზე გაუშვა. თუმცა შემიძლია ორი თუ უფრო სწრაფად მოვეგო რომ მაინც საქმეები. მოდი ერთი აქ შედი. რა მაგარ დროს გამომიცხადა რუსეთმა ომი? პირდაპირ მაგათ ქალაქს დავარტყი. რა ჩანდაბა უნდა გამაგებინეთ. ნორვეგია არ გამანადგურებინეს რა, ბიჭო. ბიზანტიის იმპერია პორტლი ეს რაღაცა რა. იმენა ნორვეგიას არ მაცდიან გავანადგურო. ადრე თუ გენგი გავანადგურებ, მაგრამ ნენლა მივიწევ ახლა წინასგან ძალიან ბევრი სახელმწიფო მიცხადებს ომს. და მებძვის. აუ ის მინდა მეოთხე ნომერი მაინტერესებს რამდენი იყავს არმიაში. კაი. იმ ესე იგი დავიცავ რა ქსიას და იმას რა. ვა. ეგ არ მაწყობდა. კაი ხო მაინც ვერ ამერწავ მაგათ დასახმარება და ბერგებს შემოარტყეს დაჟე ალყა. მოდი ახლა კიდე რამე ახალს იმას ვარ დაარტყას ამან ჯობს ეგრე ვქნათ. ასე. გადაგიხდი. იაგიყო. შენ არ გინდა ხო ჯერ, კაი. ნორვეგიასთან არ დავდებ ზავს, სანამ იმ ორ ტერიტორიას არ წავართმევ და მე რაც უნდა ერთი წამერთმევია, მაშინ ორ ნომერს გავუშვე პირდაპირ ბერგებთან. არმი ორი ნომერი გავუშვათ attack defense აი აქ. აუ ეკიტროფია თუ რა ქვია, იმასთანაც შემოარტყეს. მედიბარე მე ესეც უცებ ავიღოთ და მე მივხედავ იმათ. ბესინგ დაუწყეთ, იქ 52 არიან, ვერ მოვასწრებ. პორტ ფრიკ. ფლუგენგოთ, ეგეც ავიღეთ, ბაზარი არ არის. ცოტა ნამეტანი ტვინსბურგები არიან ბიზანტიელები, რადგან აქ არ გვიტევენ და იქ ვიტევენ. კაი, რადგან იმას ბერგებზე უშვებ, სამ ნომერს გავუშვებ პორტ აქ რა. სამი ნომერი გადი დეფენსზე აქ. და ეხლა უცებ იმათ ვარ უაღარ შეგვაწუხონო. დროებით მაინც რა. თორე რუსებთანაზე იმათთან მშვიდობას ვერ დავდებ ბიზანტიასთან ჯერჯერობით. მიჩვენე ჯერ ეს პატარა ქვეყნები მოვიშორო და მე დაუპირისპირდე მაგათ რა. აი ფული აუ რა გავაკეთე დებილი ვარ მართლა რა. ფული არ მაინტერესებს და არ მინდა კაცო ეგენი არაფერი. ეხლა უცებ ასე ვქნათ ელიტა მაგრამ წყვები მაინტერესებდა. სესის შევიდეთ ქებისში და წავიყვანოთ ესენი რაც არიან აქ. 50. ეგენი უცებ ავლენ კაცო ელიტებზე ეგ პრობლემა არ არის, ტავერნაში ვერ შევალთ. ასე იგი 104 უტევს და მან დახმარე ძალა მივიდა. მიხედავენ მან პრობლემა არ არის, წამოზევით და ბერგებთან მივიდეთ. არა ბერგებში პრინციპში არიან, მაშინ აქ წავიდეთ. ამათ მივეხმაროთ. პირატებმა გამომიცხადეს ომი. ღმერთო ჩემო. ბერგებთან დაიწყო უკვე შეტაკება და მაინტერესებს იქ რამდენი არიან. ჩემი დახმარება ხო არ ჭირდებათ, აბა მივაზუმოთ. 120
იქ ჩვენ გავიმარჯვებთ, იქაც გავიმარჯვებთ წესით და რიგით. ეგ ვერ დავიჭერთ აჯანყებულების მეფეს. ეს აზი აქ გაჩერებულია იდიოტივით. იქ ეგრე მალე გაიმარჯვეთ? რა საშინელი არმია ყოლია რა არის ბიზანტია. შემრცხვა უბრალოდ რო გიყურებდი. არა, მართლა შემრცხვა. არ გატყუით მართლა შემრცხვა მეთქი, ბიჭო. აჰა და აჰა. პირველი არმია, მეორე არმიაო. ისე აქ დაგვემატებინა ჯობსთან. აი ეს დავუმატოთ, ეს დავუმატოთ, ეს და ეს. გამოვა 1000 თოქმაში, კიდე დავუმატოთ ერთი, აი ეს და ეს. 2000-ნი არიან უკვე მათ. კაია, მაშინ აქ დავუმატოთ ერთი ეს, ერთი ეს, ერთი ეს. 2300-ნი ეს მოხსნათ და ეს ეგრე მოხსნათ 2000-ნი არიან. მე ჩვენ შეგვიძლია ახლა აქ ეს ბერგებსიც სამი გაიყვნენ მათ, ეს იმანდიც სამი იყვნენ მათ. შევქნათ ერთი ესა, 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 ერთი ესა. ესეც გავუშვოთ. გამოვა ეგა, ეგ გავუშვათ, მოდი აი აქ რა. გამოვიდა 1457 კაციანი. და ვერა იღეს? ვერა, ბრატ. დაჟე დაანებეს თავი. აბა რა ეგონათ. ახლა მე რომ მივიდი ასე აქვს, ბევრნი არიან. მაგრამ მე ვიცი ასაბზევ. ჯერ შეტევა არ აქვს წამოწყებული. ბიზანტიამ ერეპორტ ჰამბურგს დაარტყაო. ეგ ცოტა ტვინის ბურღები არიან, სიმართლე გითხრათ. არმია ორ ჰამბურგისაცავად არ შეიქმნა მე გამომაკელით. და ეს ლორდები გაუშვით, აჰა, ეგ ამდენ შეიკარით 1100. ბიზანტიისგან დაიცავთ კაცო თავს. აბა გამოვქანდით, აბა ეხლა გამოვქანდით. რუსეთმა გამოგვიცხადა კი არა, დაესხა თავს პირიქით. No problem, no problem. ეგ შევიდეს პრობლემა არ არის. მაგის გამო ახლა არ ვაპირებ შეწყვიტო ალყა. აი თუ წამოვლენ ახლა იქიდან, კაი იქნებოდნენ. მაგრამ ესენი კაი ბლომად მოგროვდნენ, მე განმაწყობს. Flugengengehlenma Bessing Altenburg. კაი ამას შემოვარტყეთ ახლა ალყა. Elite expert. იყოს ეგრე. ერთი აქ მივიდეთ უცებ. კედლები გავაზლიეროთ. კედლები რა ხო რა ტექნიკები და ეგენი რა. კატაპულტებით
Control შევიდეთ უცებ, მე აქ კარიბჭე. აქა ეს ძალიან მაგარი მხეცობაა. აქა ეს და მოდი იყოს აქაც ეს. აჰა. ალყას არ არტყავენ იმას. ის დავიცავით, კაია, 2 ნომერს მაშინ გავუშვებ პირდაპირ პორტ მალბორკისკენ. და მე მალბორკს ავაღებინებ. და გორდონზე ჩამოვიყვან ეგრე და ეგრე შემოუჭრი საზღვარჯობს. იმიტომ აქ ერთმანეთში ვართ აზელილი, მე რუსები და ბიზანტიელები. ასევე ყაზახებით, სოფლებით. მარტო. იქ ვარშავაზე დაგვეშალა არმია, ასე იგი. კაი, არა უშავს ვარშავა დავიცავით მაინც. მაგრამ სიაზე დიდი ხანია ალყაა და რას შვებიან აზე არ ვარ. პორტ ჰამბურგი იმას, კაი, ხო. უი, მოიცა. 2 ნომერი. მალბორგზე გავუშვეთ ხო მოდი. ხო, იმიტომ აქეთკენ აღარ რჩება ერთი ოსლისტინგი რჩება და მაგას მე 5 ნომერს გავუშვებ და მაგამდე მე და ეს პირველი და 3 ნომერი აქ თავდასხმას მიხედავთ, ამაებს შევატევინებ ჯობს. არმია უცებ 2 ნომერზე დავაყენოთ. შევატევინოთ 2 ნომერს, გამოდრა. მაგას შევერთოთ სატენი. დავდეთუთი აბა ვიღებთ. იმედია 47. უი გადავწდი და თითქოს 50-ზე ავდივარ. კარგით მეგობრებო, აქედან დაგემშვიდობებით. აბაჰო ვართ თავი ზოგი ბათუ ვინც თვილებს ცუდ სიტუაციაში ვართ. არ ვიცი, მაგრამ მე არ ვთვლი ცუდ სიტუაციაში რომ ვართ. კაი მეგობრებო, აქედან დაგემშვიდობებით, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. უბრალოდ ერთი ეს დეფენსი გავაკეთოთ უცებ 2000-ნი არის 1000-ნი ვარ ჩვენ ყველაფერი გაძლიერებული და რას უზავთ აბა არა ძალიან ისე მიდის თანაბრად უიმე იულოს ინზე ბათ წავაგეთ ეგ ცუდია, კაი. აქედან დაგემშვიდობებით, აბა ჰე და აბა ხო, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. Peace.